გამარჯობა ჩემო მეგობრებო, სულ რამდენიმე კვირის უკან გავრცელდა პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეო მასალა, რომელსაც ძალიან დიდი ამბავი მოყვა ქართულ ხალხში და მეც ამასთან დაკავშირებით ერთი პატარა ლექსი დავწერე. ეროტიული კადრები გამოიტანეს საჯაროდ. როგორც ვცდილობთ რომ ტყუილი არჩევნებამდე გვაჭამოთ. მარგველა მას თქვა სექსი მაქვს, არ მეშინია არ ვისო. ისეთი პოზა ვისწავლე, მე მივსდე ვისკი გარბისო. გრიგოლიამაც მონახა ამბიდან გამოსავალი სექსი მაქვს შეყვარებულთან ორივეს ვწდება საბანი. ვერას დაგვაკლებს კამერა 360 ზუმითო, კედლის მხარეს ვარ არ ჩანვარ, ჩემი კაცი წევს ზურგითო. ფანჯი კიდესაც აეწვა, შეთეთრებული ღაწვები. ამხელა პოლიტიკოსი, ჯერათ ვინმესთან დავწვევი? ტაში დაუკრა მედიამ, სექსი არაა ცუდიო. აგერ პავლოზე ნაშებთან 10 ლარი ღირს წუთიო. სექსი კი არა მიხედეთ, ქვეყნის ბედი დევს სასწორზე. ვისი რა ტრაკის საქმეა, ვინ რას აკეთებს საწოლზე. ხალხი დაგიდით ფშიერი, რა დროს სექსი და პორნოა. ქვეყანა გახდა ჭაობი, ვეებერთელა ორმოა. მაინც გვაქვს გამოსავალი, ქართველი ხალხი დიდია, სხვა დანარჩენზე არ ვფიქრობ, სულ ქიანთაზე კიდია.